მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ და ერთი სული მაქვს ერთი და დრო მაქვს დღეს ძალიან ცოტა. სავარაუდოდ დღეს ვერ დავამთავრებ ამ სერიის ყურებას და მომიწევს მომდევნო დღისთვის გადაღება, რის გამოც წინასწარ გიხდით ბოდიშს, მაგრამ რაც იქნება, თქვენ მაინც ერთ ბაშად ნახავს. თუმცა, ცოტა დაგვიანებით შეიძლება. რავი, ყოველ შემთხვევაში ხო, რო ვიცოდეთ, დღეს დავდახოთ მესამე სეზონის მე-6 სერიას, სახელად იგი რა მინახავს სათავე. Sunset მზის ჩასვლა, კაი. საინტერესოა. საკმაოდ ისეთი ჩვეულებრივი, ნორმალური სოლიდური სერიები გვაქვს რა. ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა მესამე სეზონში, მაგრამ ნახოთ რით გვახარებს კიდე ეს სეზონი. კარგი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გამორჩეული რო ვთქვა, რომ ჯერჯერობით რამე არის, არა. კაი. Gravity Falls ხო. მძიმე დანაშაული. მესამე სეზონის მე-6 სერია 3, 2, 1 დავწყეთ. KDK-12 მიბასუხე. KDK-12. KDK-12 გისმენთ. გამარჯობა ბობი. მინდა რომ ქალბატონი პეკადივე მოინახულო. კარგადაა? მისმა შვილმა დარეკა კალიფორნიიდან. ნერვიულობდა რომ ამ ბოლო დროს მისგან არაფერი გაუგია. კარგი მოვინახულე. საინტერესო დასაწყისია. ახლა გადაბოწმებას აღარ დავიწყებ. აჭარა net.com-ის მიერ. მაგრამ არა, მაინც გადავაბოწმებ. ხო, ნამდვილად მესამე სეზონის მე-6 სერია შევხვდით. ამ საიტზე ხშირად მერეოდა ხოლმე სერიები. ვიდეოებში არა, უფრო თავიდან. იმიტომ რომ რამდენიმეჯერ გადავსულ და წინა სერიებიდან რაღაც შემიბოწმებდა, რომ არ დამიწყებოდა. აბა იმედი არ მოგკლავენ. თუმცა სავარაუდოდ მოგკლავენ. ქალბატონო პეკატივა. ქალბატონო პეკატივა. ბოდიშიც რა, კბილი მტკივა. ქალბატონო პეკატივა. ოპა, ჰაიზენბერგი. ან არავინ იქნება საერთოდ, ან პირდაპირ მოკლავენ, იმიტომ რომ რამე რომ დაინახოს. ვინ იქნება ტყუბები? თუ გვამსიპოვის. This is how we want that. KDK-12 ჯანეთ, კლელობასთან გვაქვს საქმე. ვერ გავიგე? მის პეკატივა მკვდარია. რეზერვი მჭირდება. კარგი, ისინი უკვე გზაში არიან. ვინ არის მანდ? დამენახე. ახლავე. პეკატივა თვითონ მოკლეს. ჩვენი ნაცნობი პერსონაჟი არა.
უპები. სვერტი გაჩერდი. ლატკანი. ხელები დამანახე. ხელები. მუხლებზე დადექი. ინგლისურად ლაპარაკობ? მუხლებზე დადექი. მე მგონი გვერდიდან მოხვდება ახლა. მუხლებზე. დადექი მუხლებზე. ან უკრიდან ხდა ერთო დაჯახი უჭირავს ხელში. დადექი, თორემ გესვრი. უკან მიიხედე. გესვრი დადექი მუხლებზე. თქვენ არ ხართ ნორმალურები. არა, ვაკვირდები ამათ და რატომ რომ ტუკო ამათთან შედარებით ანგელოზი იყო გადაობის გარეშე. გისმენთ? საბუთები ვიპოვე ბავშვის საწოლში. ზუსტად იქ, სადაც დადო. ხო. შენ უფრო კარგად იცი. კიდევ რამე ხდება? გაქვს წარმოდგენა თუ როგორ უნდა ვუთხრათ ეს ყველაფერი ვალტერ უმცროს? ნუ ის ჩემი შვილია და ის დარჩება. რა თქმა უნდა. მე განქორწინებას გულისხმობ. ფიქრობ, შენ უნდა ყველაფერს უთხრა. გაიგებს. მაგრამ არა. ჯობს ვოლტმა უთხრას. მისთვის სიურპრიზი იყოს. ნუ არც სასიამოვნო ამბავი იქნება მისთვის. ჩემს უბედურებას, რომელიც უბრალოდ საიდანღაც ყველანაირი მიზეზის გარეშე გამოჩნდა? კარგი რა სკაილერ. მართლა? როგორც შენ თქვი, ესე უკეთესია. კარგი. კარგი. კიდევ რაღაც მინდა გითხრა და თავს დაგანებებ. ალიმენტის ფურცელზე შენ ჩამოწერე შემდეგი პუნქტები. კურნალობა, ბავშვის მოვლა, ტრანსპორტირება, დაბინავება, განათლება, საჭმელი, ჩასაცმელი. ეგრისთვისაც ფულია. ვოლტ? არა. შენ გინდოდა რომ წავსულიყავი, ხო და მეც წავედი, მაგრამ ოჯახზე მაინც ვზრუნა. იმ ფულით არა. ასე ჩვენს კრიმინალებად გვაქცევ. სკაილერ, როგორ ვიხდიდით 6 თვე გადასახადებს? ოპა. უნდა წავიდე. მართალი ვიყავი. იგივენაირი კონსტრუქციის 3 სხვა ბინაა ხელმისაწვდომი. შემიძლია გადავრეკო და სხვები განახოთ. არა, ეს კარგია, ავიღებ. სამწუხაროდ ეს მხოლოდ მოდელია, ამიტომ ხო, მე მომწონს. ყველაფერი მომწონს, რაც აქაა. ავიღებ ამას. მითხარით, სოფლიო მასშტაბით ისეთი რამ, რაზეც ვაჭრობა არ შეიძლება. ახლა კათამსეჭამდე კაცი. შესაწვავი ჭურჭელი უნდა გაასუფთავო. ჩვენ ვცდილობთ ყოველ ღამე გავასუფთავოთ, მაგრამ დარწმუნდი რომ გათიშულია სანამ შესაშვებ სარქველს გააღებთ. კარგი, ახლა გირჩევ რომ კარგი ბატონო. ვრთავთ გაყინვის რეჟიმს, საათის ხილაკი გამორთულია, ვაწვევთ ავტოკონტროლს, სანამ ხმას გამოსცემს. მთავარი სარქველი ჩართულია. აი, ეს ინტერესოა. ესე იგი თუგები და უეჭველს ბაზრობ? ესე იგი შენი ნაჩალიჩარია? ხო, ჩემია. რა ჰაიზენბერგი ჩემს ძმას ჯესის მოხარშვა შეუძლია, არც მღვრია. რეალურია, მე მგონი აღარ ნახავდით ამას. ზუსტად ისეთი ლურჯი, როგორიც საჭიროა. მართალია. კრისტალის ზომას შეხედე, ეს ბოზი უფრო დიდი რომ იყოს, ჯოლი რენჩერი იქნებოდა. გასინჯე. დარწმუნებული ხარ? თავს უხერხულად უგზნობ, როცა ვიცი რომ რეაბილიტაციას გადიხარ. არა, მე შემიძლია უყურო.
შემიძლია მოუხარშო და შემიძლია უყურო. მიდი ცადე, წინა კვირას გავსინჯე და დღემდე ვერ გამოვხიზლდი. არ გაღორდე. კარგი. Riverdance. კარგი, გაჩერდი, ჩემი ატაკს დახაზავ. მოდი დაიჩოქე ჩემს წინაშე, მე ცეკვის მბრძანებელი ვარ. ცეკვის მბრძანებელი. ჯანდაბა. კიდე უნდა ვიცეკვო. არა, მე მგონი უკვე კარგად ხარ. ეს ძალიან მაგარია, ჯესი. თითქოს ვიღაცამ ტვინი ამომაცალა და აადუღა ძალიან მაგრად. ეს საკმაოდ ცუდად ჟღერს, მაგრამ კაი. როგორც ციმბირული წყლული. კარგია. მზად ხართ? საქმეზე ვილაპარაკოთ. ესე იგი, ეს უბრალოდ გასართობად არ არის? ვიცი, რასაც ფიქრობთ. დამიჯერეთ, ისე აღარ იქნება. როგორც ადრე იყო. ეს რას ნიშნავს? ჩვენ გავყიდით უსაფრთხოდ. ჩვენ გავყიდით ჭკვიანურად. არ ვიღორებთ როგორც მაშინ. სამართლიანია. არ ვიცი ძმაო. კომბოს ამბის მერე კი. მაინც კაცმა საარსებოდ ფული უნდა იშოვოს. კი. და ჯესი როგორც ამბობს, ჩვენ თუ არ გავღორდით, მე ვფიქრობ, კარგი აზრია. მაგრად მივდიოდით, სანამ ძალიან გავბლატავდით და გარისკვა დავიწყეთ. კი. შეგვიძლია ისევ კარგად ვიყოთ. საქმე ისევ კარგად იქნება. პირველი ნაბიჯი უნდა მოვამზადოთ. მაჩვი, წადი კლუბის წინახე. მომავიწყეროთ. უნიხოძე მოიყვანე და იოდაკბილი. ზეთი გამოუცვალე, ფარები ჩაუსვი და რაც სჭირდება ყველაფერი გაუკეთე. ჩატეხილ ფარებზე პოლიცია ყოველთვის აჩერებს მანქანას. ხო, მართალია. იცი ის მანქანის საყვირი თუ რაღაც, როცა გასაღებს საკეტის ბუდეში ტოვებ და ყვირის. ეგეც დააყენე. გამხდარო, შენ პროდუქტების საყილად უნდა წახვიდე. ბაზარი არა. კარგი. კარგი. ესე იგი, ვიწყებთ. ვიწყებთ. ხო, ბაზარი არა. აკეთე. მომესმე რაღაც. ჰენკი. ბრენდონ მეიჰილ. მე შენ გიცნობ. კი, აუ, მაშინ. რა პატარა ალბუკერკი. ანუ უკვე იცის კომბო და თახვი ორივე ჯესისთან ახლოს იყვნენ. აუ, ეს არაა კარგი არანაირად. ოკეი. სპერდები რომ მოაჭრა ითვიც არის. Bravo, pizza molto. A bussica sta. გინდა ვილაპარაკოთ. რატომ ხმის მიცემის უფლება მაინც არ მაქვს? ოი. იცი, შეიძლება ირონიულად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ დღეიდან უფრო ხშირად ნახავ. რა თქმა უნდა, უფრო მეტ ყურადღებას მოგაქცევ. ყოველ დღე მეწაგიყვან სკოლაში და უკან წამოგიყვან. რა? არც მაგის უფლება მაქვს. არ შემიძლია ვიარო ლუისთან ერთად, რადგან შენ დამნაშავედ გრძნობ თავს. ხო, მე დამნაშავედ გრძნობ თავს. შვილო, მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მინდა ბევრი რამ შევცვალო ჩემს თავში, მაგრამ
ახლა ამგვარი სიტუაციაა. შეგიძლია გიჟი დამიძახო. მაგრამ მომავალს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. ახლა გასი. так, სტუმრები დახვდები. დილა მშვიდობის. ისინი დაბრუნდნენ. პოლიციაში ხომ არ დაგვერეკა? რატომ? არაფერს არ აი, აშკარებ. ტიპები არიან. მოგას. კარგი, ეს 33 მაგიდაზე დაავაგე. მგონი გასული დაელაპარაკოს სამეთ, რომ ელემენტარული რომ გავიგოთ ლაპარაკი იციან თუ არა. არ ვგადავალ ოღონდ. სერიოზულად, სიტყვა არ აქვს რა თქვა მთელი სერიალის განმავლობაში. ნუ, რაც ვნახეთ. უშუალოდ. გამარჯობა. ბატონი ვაითი? აუ, კი, გამარჯობა. ბოდიში ახლავე ჩამოვა. ეს ლოდის ახალი მეწვია? გამარჯობა. გეილ ბეტიკერი. გამარჯობა. ალბათ ჩემი ახალი ასისტენტი ხარ. კი. მე ვფიქრობ თქვენ ჩემი კვალიფიკაცია გაინტერესებთ. აქ მაქვს ჩემი რეზიუმე. ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტში მივიღე ბაკალავრის ხარისხი, ხოლო მაგისტრატურა კოლორადოს უნივერსიტეტში დავამთავრე. ორგანული ქიმია თავის სპეციალობით. აქცერია ყველა. კაია. რენტგენული კრისტალოგრაფია. მართლა? ამ თემაზე შემიძლია საათობით ვილაპარაკო. შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ მაინტერესებს ეს რა არის. ეს ჩემი სამოყვარულო პროექტია. ჩემი აზრით ყველაფერი ქინის მჟავის დონეზეა დამოკიდებული. შენ გჭირდება 4800 მილიგრამი ყოველ ლიტრზე. მაგრამ ამის მისაღწევად თუ ზედმეტად დაადუღებ, მაშინ ტანინებს ამოწურავ. ამიტომ შევქმენი ზომიერი ვაკუუმი, რის მეშვეობითაც ვინარჩუნებ ტემპერატურას. არა უმეტეს 92 გვიანი ბიჭია. მოახმარება ვოლტს კარგად. შეაფასე. და ვოლტს მოიწონება, ხო? ღმერთო ჩემო. აჰა. ღმერთო ჩემო. ეს ყველაზე გემრიელი ყავა რაც გიოდეს მე გამისინჯავს. ავასაც კიდავლები ახლა. ბიოს და ჩემი დაუღალავი შრომის დამსახურება. მაგრამ მადლობა ბატონო ვაიტი. ვოლტი. გთხოვ ვოლტი დამეძახე. რაზე ვამზადებთ მეთამფეტამინს?
ოპა, წამოვიდა. ახალი მელოდიები. ჟა ენერგიული სიმღერები ამ სერიაში. სიმღერები და მელოდიები, მუსიკები. აუჩი, მქვია. რამდენი ხანში მომზადეთ ამდენი? არ მითხრათ რომ ერთ დღეში. მითხარი ფენილალანინი მჟავასთან დაკავშირებით. შენ თქვი წუთში 190 წვეთია საჭირო. პირველი 10 წუთის განმავლობაში, ხო? დარჩენილ დროში კი 90 წვეთი რატომ? ჩემი აზრით ფენილის შევიწროებით შენ იღებ უფრო მეტად ზეთოვან წყლის ფენას. აქედან გამომდინარე, უკეთესად მოიპოვებ ბენზოლს. ზუსტად მასეა. მაგრამ მე ეთერს ვანიჭებ უპირატესობას. ეთერს. ხალისთვის მიგნება. ნუ, ესენი რაზეც ლაპარაკობენ დაახლოებით ვიცი. იმიტომ რომ ქიმიას ვსწავლობ სკოლაში. მაინტერესებს როგორ მოხდი აქ. სიმართლე გითხრა, ჯერ კიდევ მაინტერესებს მე თვითონ როგორ მოხდი აქ. მაგრამ ნამდვილად. ვერ წარმოვიდგენ რომ ჩვენ ერთმანეთს ისე ვუყურებთ როგორც დამნაშავეებს. დანაშაული განსხვავდება ერთმანეთისგან. მე კი ნამდვილად თავისუფლების მოყვარული ვარ. ნების თავისუფლების მქონე ზრდასრულ ადამიანებს უნდათ ის რაც უნდათ და ამას მე არ მივაწვდი მათ. ისინი სხვაგან მაინც იშოვიან. ჩემთან ერთად ისინი იღებენ ზუსტად იმას, რაშიც ფულს იხდიან. ხო, ადრე მე ყველაფერს ვაკეთებდი როგორც საჭიროა. ვისწრაფოდი დოქტორის ხარისხისათვის კოლორადოში. ავიღე ნაციონალური სამეცნიერო დაწესებულების კვლევის გრანტი. წინ მივიწევდი, ვცდილობდი ყველასთვის მე სიამოვნებინა, კოცნიდი საჭირო უკანალებს. ვესწრებოდი ქიმიასთან არაფრით დაკავშირებულ შეხვედრებს. ხომ ხდები ეგ ის სამყარო არაა? მე მიყვარს ლაბორატორია. გეტყობა. რადგან ეს ყველაფერი ჯადოსნურია. ხომ ხდები? ქიმია. მაგრამ როდესაც ამას დაკარგავ, ხო, ეს მართლაც ჯადოსნურია. კი. მთელი ეს დრო მე ვფიქრობდი უიტმენის ამ შესანიშნავ ძველ ლექსზე. როცა მოусვინე ასტრონომ მეცნიერს. არ ვიცი. შეგიძლია ზეპირად მოყვე? შემიძლია, მაგრამ სირცხვილია, კარგი რა. მოყევი, მიდი. სერიოზულად? როდესაც მოვუსმინე ასტრონომ მეცნიერს. როდესაც ჩემს წინ მტკიცებულებები და ფიგურები კოლონებივით გამწკრივებული გაიშალა. როდესაც მაჩვენებდნენ გრაფიკებს და დიაგრამებს, რომ დაგვემატებინა. გაგვეყო და გაგვეზომა ისინი. როდესაც ვიჯექი და ვუსმენდი ასტრონომს, რომელიც ლექციას დიდ აპლოდის მე კარგად არ მესმის ორიგინალში, უბრალოდ გაიქნება. უეცრად აუხსნელი მიზეზის გამო ძალიან მომწყინდა და ცუდად გავხდა. სანამ ჩემი ფეხით არ ავდექი და გარეთ გამოვედი. მისტიკურ, ტენიან ღამის ცის ქვეშ. და შიგადაშიგ ვიყურებოდი ზევით და ვხედავდი ვარსკვლავებს. დაი. ხო. ასეთი მოსაწყენი ვარ. ბრავო. მადლობა. მიდი პიგმენ.
ჩემი ეს გაუჩერებელი თქოთვალე. აციე ზარმაცი ტრაკი და წადი დააშავე რამე. ტიპი ელოდება პროსტა რამე დააშავოს. კარტოფილსაც შევჭამდი. კაი რა ამ სერიაში დუბლობაში ვეთ და მომაწურეთ ერთდროულად. რამდენი ღამე გაათენია ხენკ. ერთი ღამე სავარაუდოდ მაგრამ მაინც მერია გამარჯობა საყვარელო. საერთოდ მოხვალ სახლში. ოი მარი მუშაობ. იპოვე ფურგონი. არა, ზუსტად ამაზე მუშაობ. რატომ არ დაიჭერდა ათქმევინებ ყველაფერს? ასე მარტივად არაა საქმე. კონსტიტუციის შესახებ ხომ არ ხსმენი არა მე. კონსტიტუცია ხო? ეს ბავშვი ღმერთს ვიცავარ მინდა უბრალოდ შემეძლოს რომ ის ფაქტი რომ ის ჰენკი ზის და ელოდება როდის დააშავებს რამეს ვიცი ის ფურგონი მაგისია. უბრალოდ არ ვიცი სად მალავს. მე აქ ვიქნები გაჭედილი სანამ თვითონ არ მიმიყვას მასთან. ან რამე სისულელეს არიზავს. ჰენკ მაინც ის რომ პინგმენს ჰქონდა ვოლტთან კავშირი. შეიძლება მინდა წარსული გავიხსენე, მაგრამ ვოლტისაც არის ერთი ვოლტის ამბავიც გაიგო. ვოლტი შესაძლებელია. ცდად ღირს. ხო? მერი ვი? ეგეთი ჭკვიანი ხარ? გამარჯობა მეგობარო, როგორ ხარ? გამარჯობა ჰენკ. რა ხდება? მინდა უნდა შეგაწყვეტ ერთი კითხვა მაქვს. კითხე? ამას მხოლოდ იმიტომ გეკითხები, რომ ჩიხში ვარ მომწყდეული. მე რაღაც საქმეზე ვმუშაობ და ხომ იცი მე არასდროს ჩაგაგდებ უხერხემლო მდგომარეობაში. ჰენკ, საქმეზე გადადი. მაშინ, როცა დაიკარგე, მე ვცდილობდი შენი სტუდენტი ჯესი პიკმენის საშუალებით მომეძებნე. ვიცით ორივემ რომ შენ მან ადრე მოსაწევი მოკიდა. ჰენკ, ძალიან ცოტა და მე საერთოდ არ მაინტერესებს. როგორც ვიცი შენ არასდროს შეგისუნთქავს. როგორც შენ თქვენ საქმეზე გადავალ. ხომ არ გახსოვს ამ პიკმენს ფურგონი ხომ არ ყავდა? ორბლებიანი სახლი, ვინებაგოს ტიპის ხალისფერებში. ვოლტ არ გამოტყდე. რაში გჭირდება? დიდი ისტორიაა, მაგრამ ჩემი აზრით მოსაწევის გაყიდვას თავი დაანება და ახლა კრისტალ მეტამფეტამინს ხმას. ფურგონი კი მისი მოძრავი ლაბორატორიაა. ვოლტი დაბრიდავს ჯესის. ვოლტ? და რა სიტყვის ახლა? ვოლტი ურეკავს ჯესის? გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება? ბატონო ვაიტ. დაუძახეს. თუ ჯესი უთხრა. როგორ არის ჩემი საყვარელი გენიოსი? ეს დაცული ხაზია? დაცულია ხო, რა ხდება? ეი, გაგიმარჯოს. სო. ის ვინე პრობლემა გვაქვს? ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული. რას აკეთებს? განაგრძე? ჩემმა ქვისლმა იცის ფურგონის შესახებ. რა ფურგონის? ჩვენი ფურგონი სადაც მეტამფეტამინის ლაბორატორიაა, სადაც ჩემი თითის არამეშდებია. რა იცის შენმა ქვისლმა ფურგონზე? ხომ არ უპოვნია? არა, იცის რომ არსებობს და ცდილობს რომ იპოვოს. მან ფურგონი ჯესისთან დააკავშირა და ის ჩემთან მოვა. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამიტომ თავიდან მოიშორე. მან ჯდომით რას აკეთებ? რა? ეს იქნება თუ პიკმენი მოაშორებს. კარგი? შენ ახლოს არ გაიკარო. ჩემი ქვისლი ჯესის სახლს უთავთვალებს და სავარაუდოდ ყველგან მოსასმენებია დაყენებული. ღმერთო, მაშინ გეგმა ააგავა აქტიურად. ფურგონი დაითრიეს სანამ ფედერალებმა იპოვეს. და რა ვუქნა? ეს ხომ ფურგონია? ძალიან დიდია. წარმოუდგენლად დიდია, გესმის შენ? სად გავაკრო ამ ხელა ფურგონი?
დევიდ კოპერფილდი კი არ ვარ. აბა მე ფურგონის გაქრობის სააგენტო გონი ვარ? ეგეც ფაქტია. არა. ხო და შემდეგი შემთხვევისთვის დაგეგმე, კარგი? შემდეგი შემთხვევა შეიძლება არც იყოს. კარგი, გაჩუმდი. მე ისევ ამბობ, რომ შენ ხელსაწყოებს მაგრად იყენებ და რატომ არ იგონებ მანქანას, რომელსაც ბენზინის მაგივრად წყალი დასჭირდება. ჩაჯდებოდი და იკატავებდი. დიდი ქანში მომაწოდე. შენ არაბების გეშინია? ჭკუიდან შეიშალე? ესეთ ღია ტერიტორიაზე რატომ აყენია? ვინ ჯანდაბახარ? ეს ჰეიზენბერგია. გამართულია? კი, ზეც ვცვლიდი, დაამთავრე. გავათავისუფლებ და უდაბნოში წავიყვანთ. წამოდი მომიხმარე. მოიცადე. რა ჯანდაბახდება? DEA, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია. იცი მათ შესახებ, შენ უეჭველი გეცოდინება მათ შესახებ ყველაფერი და მათ ამ ფურგონზე ყველაფერი იციან და ცდილობენ რომ იპოვონ. ახლავე გაიყვანეთ ჩემი ტერიტორიიდან. არა, ჯერ სამხილები უნდა გავანადგუროთ, დასაწვავად უნდა მომამზადოთ. აქ არა, გაიყვანეთ აქედან. მომისმინე, შენი დახმარება მჭირდება, კარგი? მე თუ ჩამსვეს, ყველას ჩაგვსვამენ, გასაგებია? კარგი, მაგრამ უკეთესი ვარიანტი მაქვს. ტიპს ვიცნობ, ვინც ამ ფურგონს პლანეტიდან მოსვლობს, ყველანაირი პრობლემის გარეშე. ვითომ? რაც მეეჭვება იცნობდე. და მერე ჯესი? რა ჯესი? გამარჯობა, მე ვარ. გინდა უცნაური რაღაც გითხრა? მომისმინე. მისამართი გამიგე, არ მაინტერესებს როგორ, გამიგე სად მიყავს ფურგონი. და ჰენკი გაყოლა. ჰენკი ახლა თუ ჰენკი გაყვა ჯესის და ვოლტიდან ხა? ახლა თუ ყველა შეხვდა ერთმანეთს, ჯესი, ვოლტი, ჰენკი, თახვი, რა ვიცი მე, სოლი. სოლი მეეჭვება. და ისე თქვა. უკაცრავად. არ გადიხართ? უკაცრავად, ბატონებო, მაგიდა მხოლოდ კლიენტებისთვისაა. სანტია, ყველაფერი კარგადაა. მე თვითონ მივხედავ. ოპა. არით შემიძლია დაგეხმაროთ. იცი შენ. ხმა მოიგო. მზის ჩასვლისას გნახავთ. კაი, ლაპარაკი იცის. ერთმა ყოველ შემთხვევაში. პერციპული ვარ მეორებაც იცის. 99 და 100. ხოდში საცნახავ. კაი ხანი გავიდა. აღდგენა შეუძლებელი იქნება, არა? აღდგენა შეუძლებელი უნდა იყოს. გავიგე, ყველაფერი განადგურებული იქნება. არანაირი კვალი, ნუ ნერვიულო. როცა მოურჩებით, აი ამ ხელა იქნება. შემდეგ Long Beach-ზე გავუშვებ, საიდანაც წყნარ ოკეანეში იმოგზაურებს. ჩინელები ამას ავეჯად გადააქცევენ. ამიტომ ნუ ჩინელები მაგას იცნობენ. მისმინე, შეიძლება რაღაც გთხოვო. აქედან წასასვლელად მანქანა მჭირდება და ტაქსი რო გამოიძახო. კი, არ არის პრობლემა. კარგი, მადლობა. ახლავე დაგეწევით, მე უბრალოდ რაღაც მინდოდა. გამოსირდი რა ჯანდაბას აკეთებ? მე? ეს ჩემიცაა და არა მარტო შენი. შენ არ შეგიძლია უბრალოდ ღმერთო. რა? ჰენკი უკვე აქ რა? რა? ის აქ არის. ვინ ის? ჰენკი.
დებილია. ის შენ მოიყვანე. ის შენ მოიყვანე. ჰეიკიმსა და ვიღაცის მოსაკლავად. ისეთი სახე ქონდა თითქოს და თან ცოტა იგივებოდა და თან სერიოზული სახე ქონდა. ვერ გაახებ. თუ არ ჩამტვრევ, რა თქმა უნდა. ან ზემოდან თუ არ, როგორც მაშინ ზემოდან თუ არ შეიჭრდები. და მამას მგონი არა აქვს იცი. ბატონო პიკმენ, გინდათ ყველაფერს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაც დაამატოთ. დავამატოთ, არ არის პრობლემა. ბოლო შანსს გაძლევ მარტივი გზის ასარჩევად. მასალა მოიხებს, რა თქმა უნდა. არა, შანსი არა, ამჯერა რომ ჰენკი ასებელი ეწავა. შევიგაი, ჰენკ. ვოლტ გაიწია, ვოლტ. ორდერი გააქვთ? ოპა. შენ ვინ ხარ საერთოდ? და რა იცი ამ ფურგონის შესახებ? მე აქაურობის მფლობელი ვარ. ეს კერძო საკუთრებაა. შენ გიწაზვარს არ ვარ. რაც შეეხება ფურგონს, ხედავის ჩაკეტილია. თქვენ კი ცდილობთ მასში ძალით შეხწევას, ამიტომ კიდევ ერთხელ გეკითხებით. გააქვთ ორდერი? არა. თუ სერიოზული მიზეზი მაქვს, ორდერი არაა საჭირო, ბატონო ადვოკატო. ეგეთი მიზეზით უმეტესად გადასაზიდ საშუალებებს ამოწმებენ. ხომ იცი მაგალითად, როდესაც გზაზე გაჩერებენ. ხედავ ამ მრგვალ რაღაცეებს? მათ ბორბლები ქვიათ. ეს კი გადასაზიდი საშუალებაა. ეს არის საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი. დაცული კანონ პროექტის მიერ, რომელიც კრძალავს უკანონო შრეიკას და მიტაცებას. უბრალოდ წადი აქედან. დაინახე როგორ დადის ეს მანქანა. იცი საერთოდ მოძრაობს თუ არა? რამე კანონ დარღვევა შეამჩნიე? ფიქრობ შენ უბრალოდ სათევზაოდ ხარ გამოსული. არ ამგონია სასამართლოში რამით დაგეხმაროს. ასე გონია? ამას შეხედე. ოი. რა სიტყვი რას გავს? საჭიროა. ნამდვილად ნატყვიარებს გავს. გაიცალეთ. ამ საცხოვრებელი ადგილის შიგნიდან იარაღიდან აანასროლე. არის რამდენიმე მოსამართლე, რომელიც ამას სერიოზულ მიზეზად ჩათვლის. დაურეკე ალბუკერკის პოლიციას. სანამ ლენც ააძრობდი, საიდან იცოდი რომ მათ უკან ხრელები იყო? თქვი, სანამ ლენც ააძრობდი, საიდან იცოდი რომ მათ უკან ხრელები იყო? სანამ ლენც ააძრობდი, საიდან იცოდი რომ მათ უკან ხრელები იყო? მართალია. სერიოზული მიზეზი უნდა იყოს ყველასთვის ნათელი. შიგნით ვიღაცაა. ეს კერძო საცხოვრებელი ადგილია და მე ვერ შემაწუხებ. 3 წამს გაძლევ რომ გამოეთრიო გარეთ. 1. ეს ჩემი კერძო საცხოვრებელი ადგილია და ვერ შემაწუხებ. ბოზო. ეგ აღარ ვთქვას, მაგრამ კაი. და ვოლტი გაგიშდა რებს ბოდავიჭო ჩემთვის რასეულები. ესე იგი ორდერი გინდათ, არა? კარგი, ჩემ პატარა ბიჭებს დავაბარებ და პატარა ბალიშზე დადებულ ორდერს მოგვიტანენ.
ამაზე რა სიტყვით? ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ველოდი. ვოლტი ბეწვზეა გადარჩენილი აქ სიმართლეს გეტყვით. გამარჯობა ვიკი. შრეიდერი ვარ. მერკეტერი დამალაპარაკე. როგორ მე უნდა გაიქცნი ისე, რომ ვერ დაინახოს ჰენკმა. მოდი დავეჯახოთ. რა სიტყვი? მოდი დავქოქოთ. მოდი დაგქოქეთ და უბრალოდ დავეჯახოთ ოხიეთ მაქედან. კარგი? დაჯახებ არაფერი საჭირო არა. ანუ შეგიძლიათ უბრალოდ გაიქცეთ. კი, უკან გამოვყვებათ, მაგრამ ალბათ თავში მესვრის. ხო, ისე რომ გაიქცეთ, მაშინ უკვე ექნება სროლის უფლება. ამიტომ რას ვშვებით ძმაო? რა ვქნათ? რა? მითხარი, რომ რაღაც მოიფიქრე. მეტი. კი, მოვიფიქრე. აშკარად არც ისე კარგი გეგმა. ჰენკს ურეკავს? მე ვარ. შენი დახმარება გჭირდება. დიახ. ბატონი ჰენრი შნეიდერი? დიახ, ვინ არის? ბატონო, მე ოფიცერი ელაინ ტერენი ვარ. მარი შნეიდერი თქვენი ცოლია? დიახ, და რა ხდება? წუხვა რომ გაცნობთ, მაგრამ თქვენი ცოლი ავტოავარიაში მოყვა. რა? ახლა ახდენენ მის გადაფრენას ლოს რანჩოს სამედიცინო ცენტრში. მალე იქ იქნება. ეს ხადაობა რაღაც. როგორ არის? როგორია მისი მდგომარეობა? დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ თქვენ სასწრაფოდ უნდა მიხვდეთ. ამიერიდან უფრო მეტი უნდა გადამიხადო. კარგი. გასაგებია. მომენტში ვიფიქრე, რომ თვითონ მერის დაურეკავდა, მაგრამ ანუ რა აზრი ქონდა მერისთან დარეკვას? ეს საკმაოდ ჭკვედური იყო, მაგრამ ამ მომენტში ახლა არც ისე ანუ ჰენკ და ახლა უფრო გამწარდება აუჩი, წარმოვიდგენია რა ამბავს და აწევს კაუებას. მარი? კარგად ხარ? ჰენკ. რა ხდება? ის ხდება, რომ ჰენკი უკვე ჭკუიდან გადავიდა. ჩინი რა გამოხედო აქვთ შეხედეთ. ღმერთო ჰენკ. ეს თვითონ ტიპი. ჰენკი როგორი ზამდა რაღაც მეც გაიდებილი ვარ. გაშალეს კაი.
სამწუხაროდ დავშილობთ ფურგონის დახალბათ მივალმერე და ისე თუ იმავე ადგილას ხართ საკმაოდ სარისკოა მათ დარჩენა ვოლტს და ჯესის ვეუბნები ამ წუთას იმიტომ რომ ჰენკი რა იცით რა დროს დაბრუნდება უკვე აზრიანებს ჯესი ოპა ახლა ესენი ამ სერიაში ძალიან ძერსკი საუნდტრეკია სულ ეს სერია ძალიან მაგარი ჯერჯერობით საუკეთესოა მესამე სეზონში და გასც ამათთან უკვე გითხარით რომ თქვენ ვერ მოკლავთ უოლტერ ვაიტს კი მანამ სანამ მე მასთან საქმიან ურთიერთობას არ დავამთავრებ ჩვენ უკვე საკმარისად ვიცადეთ მეც აღარ დავიცდით კარგი რა მოგიწევთ გადაწყვეტილებებს აქ თქვენ არ იღებთ ეგეც ფაქტია ამიხსენით რატომ გინდათ ამ კაცის მოკლა კი მან თქვენს ბიძაშვილ ტულკოს უღალატა მაგრამ იგი არ მოუკლავს მას კი ახლა ჰენკთან სხვა კაცი არ იყო რომელმაც აი ახლა თუ ჰენკთან დააპირისპირებს DEA-ის აგენტი ბოსლა ამბობს რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია ხელშეუხებელია საზღვრის ჩრდილოეთი ჩემი ტერიტორიაა ჩემი სიტყვაა გადამწყვეტი პატივისცემის გამოსახატავად მე თანხმობას გეუბნებით ჰენკის მოკლა გახდება ახლა მათი მისია აგენტის სახელია ჰენკ შრეიდერი შენი კარი იმედი მაქვს მისი სიკვდილი დაგაკმაყოფილებს მე არ დაგაკმაყოფილებს ჰენკს ხელი არ დააკაროთ ჰენკს ხელი არ მოკიდოთ აი ესე იგი ხალხო ეს იყო მძიმე დანაშაული მესამე სეზონის მეექვსე სერია ვაუ სერია ძალიან მაგარი იყო საუკეთესო მესამე სეზონში და სამწუხაროდ ცოტა სწრაფად უნდა ვთქვა იმიტომ რომ მეჩქარება მაგრამ ერთ სიტყვი ჰენკის სცენები იყო ძალიან მაგარი ნანა ჰენკი აი ადრე ტოპ პერსონაჟი იყო ჩემთვის რა თქმა უნდა მაგრამ ანუ ადრე ის პერიოდი იყო რომ როგორ თქვა სხვა პერსონაჟებიც არ იყვნენ ანუ რო შევადაროთ ამ პერსონაჟებს მაგათთან შედარებით უმეტესობასთან შედარებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო თუმცა მაშინ დიდად არც ისინი იყვნენ დანარჩენები გამორჩეულები ახლა დანარჩენი პერსონაჟები ნელ-ნელა უფრო უკეთესი და უკეთესი ხდებოდნენ და ცოტა ვშიშობდი რომ შეიძლება ჰენკი მალე ტოპ 5-დან ამოვარდნილიყო იმიტომ რომ ვოლტი ჯესი სკაილერი რა შეიძლება ქვია იმას გასი ეგენი ყველანი უფრო მაღალ დონეზე ადიოდნენ და ჰენკზე ვნერვიულობდი რომ მეთქი ცოტა ისე რა სიტუაცია იქნება თქო პირადად ჩემთვის მაგრამ ჰენკი ნელ-ნელა ხდება ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი აი ხდება ალბათ ცუდი თქვა იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო უკვე არის ბევრად უკეთესი პერსონაჟი სერიოზულად მესამე სეზონის ჰენკი ბევრად ჯობია პირველი და მეორე სეზონისას უკვე ეს აგრესია ეს ინდიფერენტულობა ზოგიერთების მიმართ რომელსაც მესთელი მესამე სეზონის პირველი სერიიდან მოყოლებული ამჟღავნებს ჰენკი ძალიან შეცვლილია კი მომენტებში ზედმეტი მოსდის აი მერისთან ცოტა ზედმეტი მოვიდა მაგრამ როგორც მერი თქვა
არის მომენტები ცხოვრებაში, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანს და ჰენკიც და ვოლტიც ამისი ნათელი მაგალითია და ჯესიც. საბედნიეროდ გადარჩით ჯესის ფურგონის სამწუხაროდ განადგურდა, მაგრამ ჰენკი ახლა ძალიან გამწარებული იქნება და ახლა ჰენკი თუ ასეთი ნერვებში თან ხო გაიგებს, ეგ ვერ მოწვი. ტყუპები, ეგენი ხო ტუკოს ბიძაშვილები არიან და მერე რო გაიგებს, რომ სალამანკები არიან, ხო დაუკავშირებს ამ ამბავს ტუკოს ამბავს დაუკავშირებს ჯესის და კაროჩე რა ვიცი ჰენკი ამ ტყუპებს მიასიკვდილებს ამ სეზონის ბოლოს თუ როგორ სამ სალამანკას მოკლავს ტიპი ძალიან მაგარი სერია იყო არა მეორე სეზონის მე-9-ს ვერ აჯობა მაგრამ მაინც მაგარი იყო ეს გასის ჩართულობაც ძალიან მომწონს Sorry, ნელ-ნელა სოლმაც კარგად იმოქმედა ამ სერიაში, ოჩახ. რავი. ნახოთ ახლა მომავალში რა მოხდება. დაგემშვიდობებით ამჯერად. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ სარისხი ლайკი. მადლობა ყველას, გნახავთ შემდეგ ვიდეოში, გისურვებთ საუკეთესო დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ.